მოგესალმებით. დღეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წარმოგიდგენთ ჩვენს მესამე შუალედურ ანგარიშს, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს ეხება და სანამ უშუალოდ ანგარიშთან დაკავშირებით ვისაუბრებთ, მანამდე მინდა შევეხო ახლა ამ წუთას მიმდინარე პროცესებს. როგორც იცით, კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად წილისყრის პროცედურები უბნებზე შეიცვალა ეს წესი და ტარდება არაუგვიანეს 7 დღით ადრე და დღეს ეს წილისყრის პროცედურები ტარდება სხვადასხვა უბანზე. ამის შესახებ ჩვენი ორგანიზაცია ცდილობდა ინფორმაციის დაზუსტებას, რომ მოგცემოდა შესაძლებლობა დაუკვირდებოდით ამ პროცესებს, მაგრამ მხოლოდ გუშინ ღამით 20 საათსა და 27 წუთზე გვეცნობა ჩვენ ინფორმაცია, რომ დღეს ტარდებოდა წილისყრის პროცედურები უბნებზე, რამაც გაართულა რა თქმა უნდა ამ პროცესებზე დაკვირვება. თუმცა ამის მიუხედავად ჩვენ მაინც შევძელით, რომ 20 უბანზე გაგვეგზავნა დამკვირვებლები. ამ დროისთვის, რასაც ხედავთ, რა ტენდენცია შეინიშნება, დაახლოებით 30 უბანზე, 30%-ზე უბნების, რომელსაც ჩვენ დღეისთვის ვაკვირდებით, წილისყრის პროცედურების ჩატარება ცესკოს მიერ მითითებულ დროზე ადრე დაიწყო, ან დასრულდა ადრე. ეს იმას ნიშნავს, რომ დამკვირვებლებს არ მიეცათ სათანადო შესაძლებლობა დაკვირვებოდნენ ამ პროცესებს. ჩვენ აქედან გამომდინარე მოგვიწია ერთ-ერთ უბანზე მათ შორის შესაბამისი რეაგირება, რასაც საბოლოოდ კომისიის მხრიდანაც მოყვა საპასუხო რეაგირება და კომისიამ გადაწყვიტა ხელახლა ჩაეტარებინა წილისყრის პროცედურები. ამ პროცესებთან დაკავშირებით ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ინფორმაციის დამუშავებას და უფრო მოგვიანებით გვექნება შესაძლებლობა, რომ დეტალურად ვისაუბროთ. რაც შეეხება უშუალოდ ანგარიშს, რომელსაც დღეს ვაქვეყნებთ, ეს ანგარიში, როგორც გითხარით, მოიცავს წინასაარჩევნო პერიოდის კონკრეტულ ვადას, ეს არის 27 აგვისტოდან 30 სექტემბრის ჩათვლით არსებული პერიოდი. ამ პერიოდში ჩვენ როგორც გრძელვადიანი დამკვირვებლების მეშვეობით, ასევე ჩვენი რეგიონული ოფისების წარმომადგენლების მეშვეობით ვაკვირდებოდით გრძელვადიან პროცესებში, როგორ ხდებოდა საარჩევნო დარღვევები თუ სხვა ტიპის გამოვლინებები და რა ტენდენციები იკვეთებოდა და ამ დროისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ საანგარიშო პერიოდშიც კვლავაც გრძელდებოდა ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო სექტორის მიზანმიმართული მადიდისკრედიტირებელი კამპანია, განსაკუთრებით სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიმართ, რაც უარყოფითად აისახება წინასაარჩევნო გარემოზე. შენარჩუნებულია პოლარიზაცია და მისი თანდევი გამოვლინებები, განსაკუთრებით საგანგაშო იყო ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებები, კანონის არასწორი განმარტებით თვითნებურად გაეფართოვებინა საკუთარი მანდატი და გაევრცელებინა არასამთავრობო ორგანიზაციებზე. ბიუროს მიზანი იყო სამოქალაქო აქტივიზმის, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციის საქმიანობის შეფერხება და დისკრედიტაცია. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ცალკეც გვქონდა გამოხმაურება, როგორც გახსოვთ. ასევე საანგარიშო პერიოდში საიამ აღრიცხა წინასაარჩევნო კამპანიის და სამოქალაქო აქტივიზმის დაბრკოლების შექმნის 2 ფაქტი, ფიზიკური ძალადობის 4, სავარაუდო პოლიტიკური მოტივით სხვისი ნივთის დაზიანების 2 და სააგიტაციო მასალის დაზიანების 2 შემთხვევა, ასევე თვითნებური დაკავების 1 ფაქტი. ამ ფაქტების უმრავლესობას შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან არ მოყოლია მყისიერი და მიუკერძოებელი რეაგირება, რაც ეფექტიან გამოძიებასა და საჭიროების შემთხვევაში დამნაშავე პირების პასუხისგებაში მიცემაში უნდა გამოხატულიყო. ეს ფაქტები ამ ფაქტების ნაწილზე ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს გამოძიება დაწყებულია, თუმცა ამ დრომდე არავის მიმართ არ არის სისხლის სამართლის დევნა დაწყებული. ასევე პრობლემური იყო მმართველი პარტიის მხრიდან ამ მომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევები, საიამ შესაძლო მოსყიდვის 1 და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 6 სავარაუდო ფაქტი აღრიცხა ამ პერიოდში, ზოგ შემთხვევაში იშლებოდა ზღვარი პარტიის და სახელმწიფოს შორის, რასაც მმართველი პარტია ამ მომრჩევლის ნებაზე მანიპულაციისთვის იყენებდა. საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა ასევე სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით გათავისუფლების 3 შემთხვევა. ასევე საიამ საანგარიშო პერიოდში უარყოფითად შეაფასა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ მიღებული 2 გადაწყვეტილება, მათგან 1 შეეხებოდა საარჩევნო პოლიტიკურ რეკლამაში სიძულვილის ენის გამოყენებას, ხოლო მეორე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პოლიტიკური რეკლამების სატელევიზიო სივრცეში განთავსების აკრძალვას. ჩვენი აზრით პრობლემური იყო როგორც ნორმების ინტერპრეტაცია კომისიის მხრიდან, ასევე ფაქტების გამოკვლევისას გამოვლენილი ზედაპირული დამოკიდებულება, რაც საბოლოო გადაწყვეტილებებში აისახა. ასევე ჩვენ სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში გვიწევს სხვადასხვა საჯარო დაწესებულებისათვის ინფორმაციის
მოთხოვნით, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით მიმართვა, ამის მონიტორინგსაც ვახორციელებთ, როგორ არის რეაგირება საჯარო უწყებების მხრიდან და ამ დროისთვის რა მოცემულობაც გვაქვს, ჩვენ 158-ჯერ მივმართეთ სხვადასხვა უწყებას შესაბამისი ინფორმაციის მოთხოვნით. 53 შემთხვევაში ორგანიზაციას პასუხი არ მიუღია, ხოლო 23 წერილზე პასუხი არასრულყოფილი იყო, საჯარო ინფორმაციის გაუცემლობა, რა თქმა უნდა, აფერხებს სადამკვირვებლო ორგანიზაციის საქმიანობას მონიტორინგის პროცესში, რადგან ჩვენ ამით ხელი გვეშლება კონკრეტული ფაქტების გადამოწმებაში და ზოგადად მონიტორინგის განხორციელებაში. ასევე, რა თქმა უნდა შევეხოთ იმ ინფორმაციას, რომელიც ვრცელდება მედიით ამ დღეების განმავლობაში და ეს უკავშირდება პირადობის მოწმობების ფაქტ ჩამორთმევის, თუ გამორთმევის, თუ აღრიცხვის ფაქტებს, ამასთან დაკავშირებით არაერთი ინფორმაცია ვრცელდება სხვადასხვა მედია საშუალებით, მათ შორის ჩვენი მისიისთვისაც ამ ტიპის ინფორმაცია სხვადასხვა წყაროებიდან გახდა ცნობილი, თუმცა ყველა ამ ფაქტს, რა თქმა უნდა, ჭირდება გამოძიება, ჩვენთვის არ არის ცნობილი რა მიზნით შეიძლება ხორციელდებოდეს ეს, ამასთან დაკავშირებით შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ეჭვები, რომ ეს შეიძლება ზეგავლენის მოხდენის მიზნით ხორციელდება კონკრეტული ამომრჩევლებისთვის. ეს ყველაფერი პირადობის მოწმობების ჩამორთმევა და ამ ტიპის ქმედებები, რაზეც ინფორმაცია ვრცელდება, წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს. ამ ფაქტებზე რეაგირება არის პროკურატურის ვალდებულება, სახელმწიფომ, საგამოძიებო ორგანოებმა ამ ფაქტებზე აუცილებლად უნდა მოახდინონ სათანადო რეაგირება, სხვა შემთხვევაში ეს დუმილი, რომელიც ამ დღეების განმავლობაში საგამოძიებო უწყებების მხრიდან ისმის, რა თქმა უნდა, ახალისებს ამ ტიპის ქმედებებს და ეს აუარესებს წინასაარჩევნო გარემოს. ამიტომ, რა თქმა უნდა, მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს, რომ პრესიერად დაიწყონ გამოძიება ამ ფაქტებზე და საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია, რა მიზნით ხორციელდება თუ არა და რა მიზნით ხორციელდება ასეთი ქმედებები. ეს მრავალფეროვანია, რასაც ჩვენ ვისმენთ, სხვადასხვა მიზეზს ასახელებენ, ზოგიერთი ამბობს, რომ ხდება ჩამორთმევა და არ უბრუნებენ, ზოგიერთი საუბრობს იმაზე, რომ ხდება აღრიცხვა, ნებისმიერი ასეთი ტიპის პრაქტიკა წარმოადგენს კანონდარღვევას და მასზე რეაგირება სახელმწიფოს ვალდებულება. მათ შორის ეს ფაქტები შესაძლებელია პერსონალური მონაცემების დამუშავების თვალსაზრისითაც და პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურმაც ამაზე უნდა მოახდინოს შესაბამისი რეაგირება და ბოლოს, რა თქმა უნდა, ამორჩევლებს კიდევ ერთხელ უნდა განვმარტოთ, რომ მათი ხმა არის ფარული და ნებისმიერი ასეთი ტიპის ჩარევები არის აკრძალული და მიუხედავად იმისა, მისი მონაცემი ვინმე აღრიცხა თუ არა, მათ უნდა იცოდნენ, რომ საარჩევნო დღეს მათ არჩევანს ვერავინ ვერ გაიგებს. ეს აღრიცხვა არ ნიშნავს იმას, რომ მათი არჩევანი სადმე დაფიქსირდება და იდენტიფიცირება მოხდება იმისა კონკრეტულად ვის მისცეს ხმა. მათ აქვთ სრული უფლება არჩევნებში საკუთარი პოზიცია გამოხატონ ყოველგვარი შიშის გარეშე და მათი არჩევანი, მათი ხმის ფარულობა კანონით არის დაცული.